დღეს განვიხილოთ ქალწულის, მორიელის და თხის რქის გავლენა გარეგნობაზე. უბრალოდ მაკიაჟზე. იმიტომ რომ ვისაც ეს სამი ნიშანი ყავს უფრო მეტად აქცენტირებული რუკაში, ხშირ შემთხვევაში ესეთი ადამიანები დიდად კოსმეტიკას არ იყენებენ. ასცენდენტის მიუხედავად. ანუ არ უყვართ მაინც და მაინც, ესე ვთქვათ, უფრო ძალისხმევის ჩადება გარეგნობაში. ეს არ ეხება ტანსაცმელს, იმიტომ რომ ტანსაცმელი შესაძლებელია ის თუ ასე უფრო მარტივი არის, ვიდრე მაკიაჟი ყოველდღიურად. და რატომ მაინც და მაინც ეს სამი ნიშანი, იქიდან გამომდინარე, ქალწული ალბათ ყველამ ვიცით, პრაქტიკული არის, შესაბამისად ვერ ხედავს მაინც და მაინც აზრს ესე გალამაზებაში, იმიტომ რომ არ არის ეს ყველაფერი პრაქტიკული. თხის რქის შემთხვევაში თხის რქა არის მაქსიმალურად დამიწებული, მაქსიმალურად იგივენაირად მიწის ნიშანი არის და უყვარს ძალიან ბუნებრივობა. უყვარს ყველაფერი ძველი. შესაბამისად ყველაფერი ისეთი, რომელიც არის ესე ჩარჩოებში, უფრო ძველებური და შესაბამისად მაქსიმალურად ეცდება, რომ ის ყველაფერი იყოს მინიმალისტურ დონეზე. ეს არ გამორიცხავს მაკიაჟს მთლიანად, არც ერთი ეს სამი ნიშანი, უბრალოდ უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა ამ ყველაფერს და შესაძლოა არც იყენებდნენ საერთოდ. ეს უკვე დამოკიდებულია განვითარების დონეზე, რამდენად დაძლეული არის ეს პრობლემა კონკრეტულ რუკაში. მორიელის შემთხვევაში ეს საქმე არის უბრალოდ იმის გამო, რომ მორიელს უყვარს ყველაფერი ნამდვილი და ყველაფერს უღრმავდება, ვერ ხედავს აზრს, უფრო ლამაზი ჩანდეს სხვებისთვის. ანუ არ ვიცი რამდენად ეს ხდება ქალწულის შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან კრიტიკულია და თხის რქის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს მისთვის საერთოდ ემოციებს დიდად მნიშვნელობა, მორიელი ძალიან აფასებს რეალურ სილამაზეს, ანუ სინამდვილეში ხედავს სილამაზეს. ყველაფერში, რაც ნამდვილი არის, რაც არ უნდა ცუდი იყოს. ანუ მის თვალში, რაც არ უნდა ულამაზო იყოს ადამიანი, თუ არის ბუნებრივი, მოეწონება იპოვის რაღაც ისეთ, რაც არის ლამაზი მასში. შესაბამისად, ვისაც რუკაში გაქვთ დომინანტი, ან თუნდაც სტელიუმი, ან დომინანტი ნიშანი ქალწულში, თხის რქაში, მორიელში, ნახეთ, რამდენად ეს ყველაფერი არის მართალი, რამდენად იყენებთ, მართალი რა თქმა უნდა არის, რამდენად თქვენ შეგესაბამებათ, იმიტომ რომ დამუშავების დონეს ყოველთვის გააჩნია და ნახეთ, რამდენად დამუშავებული გაქვთ ეს ყველაფერი და რამდენად ასცენდენტი, ესე ვთქვათ, აბალანსებს ამ თემას და რამდენად გეხმარებათ ესე ვთქვათ, ცოტა სოციუმის მაშინ ჩაჯდეთ სოციუმში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დააბალანსებს იგივენაირად თუ ვენერა იქნება კარგად რუკაში, თუ იქნება სასტორში, თუ იქნება კუროში, ეს ძალიან კარგად და ძალიან დაეხმარება ადამიანს, ესე ვთქვათ, აი ამ მაკიაჟის საქმეებში და უფრო მეტად ეცდება, რომ ისე თუ ასე ჩაჯდეს საზოგადოების მოთხოვნების ჩარჩოებში, ესე ვთქვათ, ისე თუ ასე შეესაბამებოდეს მისი გარეგნობა საზოგადოების მოთხოვნებს.